დაუბრუნდეს პირდაპირ ეთერში ისტორიკოსი გოჩა საითიძე შემოგვიერთდა. დილამშვიდობის ბატონო გოჩა. მადლობთ მობრძანებისთვის. ვაგზელებთ საუბარს საქართველოს ისტორიაზე 1988 წელზე ვართ გაჩერებული, როგორც მახსოვს, ხო? ეს არის ვისაუბრეთ სექტემბრის გარეჯის ამბებზე, რასაც მოყვა უკვე შემდგომში ნოემბრის მიტინგები, ცნობილი ნოემბრის მიტინგები. აი რა მოთხოვნები აქვთ ამ დროს ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, რა განწყობა არის ზოგადად საზოგადოებაში და ქართულ ერში და არის თუ არა ამ დროს დაპირისპირება უკვე ეროვნულ მოძრაობაში გაჩენილი. დილამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს საყვარელ ტელემაყურებლებს. ხო, ესე იგი ამ დროიდან სწორედ საუბრობდით წინა სამშაბათს, აი როგორ გახდა ეროვნული მოძრაობა შედარებით ასე ვთქვათ გარკვეული საზოგადოების გარკვეული ნაწილის ასე ვთქვათ მოქმედებებიდან გადაიზარდა უკვე მთელი ერის რო იტყვიანთ მოქმედებებში, ანუ მასობრივი როდის გახდა. აი მასობრივი პირველად ეს ახლა გვახსოვს უკვე ახლა ეს ის ისტორია არა, რომელსაც დაუშვათ ვიღაც გიყვება, ახლა ჩვენ თვალწინ ხდებოდა, ჩემს თვალწინ ხდებოდა და გარკვეულწილად მე როგორც სტუდენტი ამაში მონაწილეობდი როგორც ერთ-ერთი რიგითი ასე ვთქვათ აქტიური მონაწილე, თუ შეიძლება ასე ითქვას და აქედან გამომდინარე ახლა ეს ჩემს თვალწინ რო ხდება, ახლა ეს მასობრივი გახდა სწორედ აი გარეჯის ამბების შემდეგ მაშინ როდესაც ჩაერთო ყველაზე გულანთებული მე საგანგებოდ აღნიშნე წინა სამშაბათს ყველაზე გულანთებული უანგარო სტუდენტობა ხდის ხოლმე და ახალგაზრდობა როგორც წესი ასეთ მოძრაობას მასობრივს და განსაკუთრებით აქტიურს. ესე იყო ესე იგი 88 წლის სექტემბრიდან. მერე უკვე კიდევ ვიმეორებ როგორი კურსი წაიყვან ამ ახალგაზრდის ენერგიას მისა ეს გულანთებულ სულისკვეთებას, გულწრფელობას ეს უკვე უფროსია დამოკიდებული და აი იმ დაუშვათ ხალხზე ვინც მათ წინ წარუძღვება, ხო? რასაკვირველია დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, რადგანაც გავიდა ამ ამბებიდან უკვე 25 წელზე მეტი დრო, კარგი თქვა რა შევაფასოთ კიდევაც ეს როგორ მოხდა, იმიტომ რომ დღეს რო საუბრობთ ჩვენ ამაზე და კიდევ ვიმეორებ, რადგან ეს ჩემ თვალწინ ეს არნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა რომელიც აი ხე მერე წამოვიდა ან დღესო სტუდენტი როა და რო აბარებს, მან შეიძლება აღარც კი იცოდეს, ეს მაინც უკვე ისტორია გავიდა ხა სანახევარი მეოთხედი საუკუნე გავიდა ამ მომბების შემდეგ და რაღაცა გარკვეულწილად იყო ერთგვარი შეცდომების დაშვებული დღეს რო აკვირდები, იყო რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული მიღწევებით ამის გარშემო პრინციპში არ გამოვიდოდა და ნუ რაღაცები შეიძლება აგვერიდებინა, ვერ აგვერიდებინა, ძნელი საქმეა. ყოველ შემთხვევაში მასობრივ აი ახლა სტუდენტების მხრიდან მაშინ ესეც საგანგებოდ მინდა აღვნიშნო წინა სამშაბათს არ მიხსენებია ეს ამბავი. აქ ძალიან აქტიურობდა მაშინ უნივერსიტეტში შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესეთი ჯგუფი იყო პრეს კლუბს უწოდებდნენ. სტუდენტური პრეს კლუბი, რომელშიც აი წამყვან ასე ვთქვათ ლიდერების ფუნქციებს ასრულებდნენ ფიქრია ჩიხრაძე, სტუდენტები მაშინ აი აქტიური სტუდენტები, დათო ტურაშვილი, ნიკო ნიკოლოზიშვილი, თედო ისაკაძე და სხვები. დიახ, ნანა ბოկუჩავა სხვები, რომლებიც აი სტუდენტური მოძრაობას თქვენ ედგნენ სათავეში მაშინ უნივერსიტეტის და იყო ყველა სხვა უნივერსიტეტებში, სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც იყო ასეთივე სტუდენტური დაჯგუფებები, მე ორგანიზაციებიც იქმნება, რომლებიც აი სწორედ ამ ახალგაზრდულ მოძრაობას და კოორდინაციას ახდენდნენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან, ლიდერებთან და ერთგვარად კოორდინირებულად ხდებოდა ხოლმე სხვადასხვა აქციის ჩატარება. თქვენ რო ბრძანეთ ნოემბრის ამბები, მანამდე იყო კიდევ შემდეგი, როდესაც ეს უკვე მასობრივი გახდა, ჩაერთო აქ სწორედ აი ეს სხვადასხვა ორგანიზაცია, რომელიც მაშინ არსებობდა უკვე, განსაკუთრებით საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ყველა წამყვან პოზიციებზე რომელი ორგანიზაციები იყო, ხო, ვინცაც ხალხი მაშინ მიყვებოდა ეს იყო. კი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება შეიქმნა 87 წლის ბოლოს დეკემბერში, მაგრამ მე ამ დროს ეს უკვე იშლება. დაშლილი პრაქტიკულად 88 წლის ბოლო, 89 წელი შემდგომ. ეს არის თანდათან უფრო დაშლა ამ ერთი თავიდან ერთად შექმნილი ორგანიზაციის, მაგალითად შეიქმნა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება მე-4 დასი ცალკე გავიდა გია ჭანტურია და სხვები თავიდან. ანუ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას დარჩა გურამ მამულია, ზურაბ ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე, რამდენიმე ადამიანი, ჯუმბერ კოპალიანი სხვები სამხარეს. ესენი გავიდნენ. მერე ამას კიდევ დაიშალა შემდგომში. მაგალითად თავიდანვე საწყის ეტაპზევე გამოიყო სამართლიანობის
კავშირი, რომელიც ქრისტიან დემოკრატიულ კავშირად გადაიქცა, ირაკლი შენგელაია, გიორგი მარჯანიშვილი, ესენი ცალკე იყვნენ. მე შეიქმნა ეროვნულ დემოკრატიული პარტია მაშინ ახლა იატაკქვეშეთში როგორც არის ახლა მაშინაც საუბრობდნენ ხოლმე უფრო ადრე აღადგინა გია ჭანტურიამ და მისმა თანამებრძოლებმა ჯერ კიდევ სტუდენტი როდესაც იყო ადრე 90-90-იანი წლების მიჯნაზე მაგრამ აი ოფიციალურად აღდგენა გამოცხადდა ეს არის 98 წელს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის აღდგენა და შესაბამისად აი ეროვნულ დემოკრატიული პარტია მე იყო კიდევ მაშინ ნაციონალური ფრონტი და მე გაერთიანდა ეს შეიქმნა წმინდა ილია მართლის საზოგადოება მეოთხე დასი მე თალკე კიდევ ესენი დაიშალნენ მე გამოიყო ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია ირაკლი წერეთლის რის გამოცა ესე დამაწევრდა ეს ხლა მიცით როგორია მე როგორ არის მე რო უკვირდები ეს ერთგვარი პიროვნული მომენტიც იყო ანუ პირველობა უნდა ამასაც ვერ გავიქცევით მეტნაკლებად რასაკვირველია იყო იდეოლოგიური მომენტიც იყო ახლა ყველა ადამიანი არის ხო მოგეხსენოთ ახლა ყველას წარმოედგინა თავისებურად მეტნაკლებად საქართველოს მომდევნო შემდგომი განვითარების გზები იგივე ეროვნული მოძრაობის რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები ზოგს მიაჩნდა რომ უფრო რადიკალური გზით შეიძლებოდა იმ მიზნის მიღწევა რომელიც დაუშვათ დასახული იყო საბოლოო მიზანი ყველასთვის დაწყებული ყველაზე ზომიერიდან დამთავრებული ყველაზე რადიკალით საბოლოო მიზანი მაინც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო ტაქტიკური ახლა იმის გამორიცხვაც არ შეიძლება და ამას ვერანაირად ვერ გამორიცხავთ რომ ისეთი დიდი ორგანიზაცია როგორც იყო მაშინდელი სახელმწიფო უშიშროება იმასაც ყავდა შეგზავნილი ამას ვერ გამორიცხავთ იყვნენ ის ადამიანები რომლებიც რა თქმა უნდა იყვნენ შეგზავნილებიც და ამას კიდევ მე რაც უნდა მალო ახლა ეს თავისთავად ცხადია ის იქნებოდა და ბუნებრივ ხელს ვერავის დაადებ მაგრამ ეჭვები მაშინაც იყო და შეიძლება დღესაც იყოს და ხვალაც გადარჩეს მაგრამ ის ვინც წრფელი გულით ანუ იმ გასაგებია ის რა მიზანსაც ემსახურებოდა ის ადამიანები რომლებიც გულწრფელები იყვნენ თავის ქმედებებში ხო იმათ შორის იყო ესეთი აზრთა სხვადასხვაობა და შესაბამისად ეს აზრთა სხვადასხვაობა მე იწევდა ერთგვარ წინააღმდეგობებს და მე დაპირისპირებაშიც გადაიზარდა სამწუხაროდ ქართველებს ეს ჩვევი ამას ეს ჩვენი ხასიათის ერთგვარი თვისებაა რომ დაახლოებისკენ გზებს უფრო გვირჩევნია ხოლმე რომ განკერძოებისკენ წავიდეთ ანუ და მე გვერდზე ვინც გვიდგას ისინი იმას კი არ ცდილობენ და ადრე გახსოვთ რომ უყვებოდეთ მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბლის დაპირისპირება ერთი პატარა ლოკალური მოვლენიდან გადააქციეს მთელი საზოგადოების დაპირისპირება და მაჩაბლისტები და ჭავჭავაძის და იმის მაგერად რომ ეძებნათ ამ ორი დიდი ქართველის ერთმანეთს შერიგების და დაახლოების გზები რომელიც უფრო მეტი იყო თავისთავად ცხადია ყველანაირად აღვივებდნენ მათ გვერდით მდგომი ადამიანები ამ დაპირისპირებას სამწუხაროდ რამდენიც ავდა მალოთ ხო თავს არ დამალავს ესეც გვაქვს იმ ბევრ კარტვიცებასთან ერთად ქართველებს და ასე იყო მაშინაც და აი ეს დაპირისპირებები უფრო და უფრო მერე თანდათან გაღმოვდა. მაგრამ ეს არის ჯერ 88 წელი ბატონო გოჩა არ არის მოპოვებული დამოუკიდებლობა და რატომ ვერ ხვდებოდნენ რომ აი ერთსულოვნება და ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ მიზნის მისაღწევად. თეორიულად ხდებოდნენ მაგრამ პრაქტიკულად მე ხლა გვარდასახელებს არ დავასახელებ ყველა ადამიანებს მაგრამ თითქმის ყველა მათგანი საბოლოო ჯამში ამბობდა რომ უნდა გავერთიანდეთ. ამას განა ვინმე არ ამბობდა. ოღონდ ყველას წარმოედგინა გაერთიანება მის გარშემო. ანუ ყველა ამბობდა სრული გულწრფელობით რომ კი უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ ის კი არ წარმოედგენო მე შემოგიერთები, შენ არა, შენ უნდა შემომიერთდე მე. აქაც თავკერძული მომენტები ის იჩენდა ხოლმე თავს სამწუხაროდ. მაგრამ მერაბ კოსტავას ფაქტორი ამ შემთხვევაში. ხო, მაგრამ სანამ მერაბ კოსტავა ცოცხალი იყო, ეს ნეიტრალდებოდა. მე წინა გადაცემაში საგანგებოდ აღნიშნე. იმიტომ რომ ის იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც ყველა ამ ერთგვარად დაპირისპირებულ ძალას პატრიოტ გულანთებულ კიდევ ვიმეორებ რა, თუ ვინმე არ იყო თქო ეს დანარჩენი, ყველა ძალიან დიდი პატრიოტი იყო, მაგრამ ამ ძალებს ანეიტრალებდა და ყველა საერთონეს და ყველასთვის დაწყებული რა ზვიად გამსახურდია და მისი უახლოესი მეგობრიდან და თანამებრძოლიდან დამთავრებული გია ჭანტურიათი და თამარ ჩხეიძე და სხვებით ყველასთვის ის მისაღები ფიგურა იყო და ყველასთვის იყო ის უდიდესი მეგობარი პირადი და ავტორიტეტი და ასე შემდეგ ეს უდიდესი დარტყმა იყო შემდგომში ეროვნული მოძრაობისთვის მისი ტრაგიკული და ნაადრევი ახლა 50 წელს გადაცილებული კაცი იყო. მე მგონი მოვასწრებ ჩვენ დღეს ამ თემას. აქედან გამომდინარე ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო. რაც შეეხება ნოემბრის ამბებს. პირველი გამოსვლა სექტემბრის შემდეგ იყო ოქტომბერში. მეც კარგად მახსოვს ოქტომბერში იპოდრომზე.
რესტორანთან ეს იყო ოქტომბრის დასაწყისი შედარებით არ იყო იმდენ მასობრივი იყო პრინციპში უკვე ის დემონსტრაცია და ხო უნივერსიტეტიდან წამოვედით მახსოვს და საკმაოდ მაშინ გამოჩნდა პირველად იმაზე სექტემბრის მიტინგებზე ამ მიტინგზე წინ გვიძღო და ქაქუცას დიდი სულ ისე კარგად მახსოვს ხო ის იყო ორი დიდი კადრები არის კი და იმის ალექსანდრე ბატონიშვილის და რო ვკითხულობდით რომ ვინ არის და ვინ არიან ესენი და მაშინ გაჩნდა ეს რომ აი ეს ხალხი იყო რომლებიც არ შეურიგდნენ რუსების ბატონობა საქართველოში და გზადაგზა ისე კარგად რომ მივდიოდით იქიდან ვაკის საბურთალოსგან რომ ხალხი რო იყურებოდა იქ აივნებიდან და რო ეძახდით რომ ჩამოდი ჩემოგვიერთ რაღაცა მე ჩამოვედით იქ იპოდრომთან ჩამოვიდა ხალხი საკმაოდ სერიოზული მიტინგი გაიმართა ერთ რამეს მაშინვე ვაკვირდებოდი იცით რა არის მიტინგს და საერთოდ მასობრივ გამოსვლებს აქ ერთი თავისებურება წყნარ საუბარს ვერ იტანს აი იცით როგორ იყო რაც უფრო ჭკვიანურ ნუ ახლა არ ვიტყვი რა უჭკუოს ისიც არ ლაპარაკობ შეიძლება რა ხმამაღლად რო გახვიროდა მაგრამ აი რაც უფრო დინჯად საუბრობდა ადამიანი მით უფრო ვერ ისმენდა მიტინგი დიახ აი ეს ტენდენცია იყო და სხვადასხვა მერაბკოსტავას ქონდა თუ არ ვცდები ესეთ დინჯის საუბარი შედარება დინჯი არა მერაბკოსტავას ქონდა პაუზებიანი საუბარი ის სიტყვიდან საუბრის დროს უწევდა პაუზის გაკეთება ეს საუბრის ერთგვარი ის იყო ხო და მისი სტილი იყო ზოგი წყალივით მიდიოდა ეს მჭექარი საუბარები და უშოთ გია ჭანტურიას ირაკლი სხვადასხვა წერეთელი ირაკლი ბათიაშვილი აი მაგალითად ზურა ჭავჭავაძეს ჰქონდა ძალიან დინჯი საუბარი და ეს დინჯი საუბარი რომ დაუფიქრებულ ვარ მე ძალიან ჭკვიანურ რაღაცებს ამბობდა ხა ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანურ მაგრამ ვერ ისმინებოდა იქ ვერ ისმინებოდა იმდენად რამდენად ეს მიტინგის სტილი არ იყო და აი ეს მომენტი იყო და აი რა დავაკვირდით რა უფრო რადიკალებისაკენ წავიდა ადამიანების გული და გონება და ამანაც შეუწყო ხელი და ესე იგი უფრო რადიკალური გახდა უფრო ესე იგი საბოლოო ჯამში გამოდის რომ ჩვენ უფრო სწრაფად მოვიდომეთ რაღაცეების გაკეთება ვიდრე შეიძლებოდა იმ მომენტში და ამან დაგვაზარალა მე გარკვეულწილადაც ერთგვარად ხო და მე იყო შემდეგი ნოემბრის 12 ნოემბერი იყო ეს უკვე ძალიან დიდი მიტინგი მოეწყო იპოდრომზე და ახლობით სავსე იყო ხო ტრიბუნები ხლა აღარ არის მაგრამ მაშინ ტრიბუნები სავსე იყო ხალხი მინდორი სავსე ერთი 40000 კაცი იქნებოდა მაშინ და 12 ნოემბერი და ძალიან სერიოზული მიტინგი ძალიან სერიოზული გამოსვლები და ეხლა რასთან იყო დაკავშირებული ესა თქვენ რომ დასვით ეს იყო საბჭოთა კავშირი და გორბაჩოვი რომ ამოუშვა ეხლა ეს ჯინი ხო ვეღარ ამურნებს და ახლა გადაწყვიტა რომ მოდი იქნება აი ეს მუხლი რომელიც თავის დროზე ჩაიდო ჯერ კიდე იქ მოკლედ ლენინს და იმ პერიოდში რომ საბჭოთა კავშირიდან შეიძლება თავისუფალი გასვლა აი ამ მუხლის ამოღებაზე იყო საუბარი კონსტიტუციაში შესწორებაზე რომ აღარ შეიძლება საბჭოთა კავშირიდან გასვლა თავისუფალი და ამას მოყვა უკვე ძალიან სერიოზული აქციები ეს 12 ნოემბრის ხო იყო და მე 23 ნოემბერს კი დაიწყო რუსთაველზე შიმშილობა ეს პირველად მოხდა ეხლა რუსთაველზე იქ კარვები გაშალეს დასხდა დაჯდა ჩემი მეგობრები შიმშილობდნენ ესე კაი ბლომად ხალხმა მოიყარა თავი და მე უკვე მეორე დღეს ეს ხო იყო და მეორე დღეს მოვიდა ემატება ხალხი ანუ ასეთი მასობრივი ეს უკვე მართლა რომ მიტყვიან ძალიან დიდი და ძალიან უსერიოზული აქცია იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ეს ნუ დაუკა მისი ეგიდით ჩატარა გია ჭანტურია ედგა ამას თავიდან სათავეში თუმცა იქ მე ყველა იყო მერაბი იყო ზვიადი იყო რა ვიცი ყველა ეროვნულ არ იყო თამრიკო ჩხეით ხანდახან ისიც მიდიოდა ხომ შიგადაშიგ ხო მაგრამ იმიტომ რომ იქ სუიქვიდექი მე და უსმენდი ამ იმას გამოსვლელებს და უყრავდი ტაშს და მოკლედ ერთ ამბავში ვიყავით მე და ჩემნაირები რამდენი იყო ხო წარმოგიდგენიათ ხო და მაგრამ ესე იგი რაღაცნაირად ერთგვარი თითქოს ჩიხში მოექცასავით მაშინ სიტუაცია და საკმაოდ ესე იგი რო იყვნენ დენთის სუნი ტრიალებდა რა ფეთქებაცაში სიტუაცია იყო და მაშინ ახლა კულისებში კულვარებში უამრავი რამ დაწერილა კიდევაც თქმულა კიდევაც აი რამ გამოიწვია მაშინ და საკმაოდ სერიოზული საფრთხე იყო რომ არ განმეორებული იყო ის რაც მანამდე დაუშვათ მომხდარა ხო საქართველოს ისტორიაში თუ არა მარტო საქართველოს ისტორიაში და დარბევას გულისხმობს რაც მე მოხდა 9 აპრილს ამის მოსაშროება მაშინაც იყო ნოემბერში და ნოემბერში როგორ არ იყო კაცო იმიტომ რომ ყველანაირი მას გადაკეტილია რუსთაველზე მოძრაობა ეს აი ნოემბერში რა კონკრეტული მოთხოვნა აქვთ აი ეს სწორედ რაზედაც ვლაპარაკობდი რომ ეს მუხლის ამოღების და დამოუკიდებლობა საქართველოსი არ არის ხო თანდათან ესე ჩემოდის როგორ არა თანდათან მაგრამ ეს მასობრივად აქ არის რომ
დაარჩეს საქართველოს და მოკავშირე რესპუბლიკებს შეეძლოთ გასვლა. ეს არა, ეს ძალიან სერიოზული. ნუ რაც თავისთავად გულისხმობს უკვე. რა თავისთავად ასაკურველი უკვე გულისხმობს ამ ყველაფერს და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინ გორბაჩოვი არ წავიდა როგორც ჩანს იქ შევარნაძის ფაქტორიც იყო რაღაც კულისებში რა ხდებოდა ხა მე ვერ ვიტყვი მაგრამ მე შედეგი ვიცი რომ იქ და კიდევ ამაზე ბევრი ვერსია და აზრი ტრიალებს საზოგადოებაში და სპეციალურ ლიტერატურაშიც უკვე მაგრამ შედეგი ის იყო რომ მაშინ იქ გამოიგზავნა დეპეშა და მოკლედ ერთ სიტყვით გორბაჩოვის ეს მიმართვა წაიკითხეს რომლითაც ის უკანი ხევდა ერთი სიტყვით ხელისუფლება და ტოვებდა ამ მუხს კონსტიტუციაში აღარ აკეთებდა შესწავლით იმ სახით რომელითაც იყო განსაზღვრული და ისე კარგად მახსოვს მაგრამ ეს ხო ფორმალურად იყო თავიდანვე ეს ასეთი სახით თქვათ რომ შეუძლიათ საბჭოთა კავშირის წევრად გასაგებია და ინფორმალურსაც რო გიკარგავს იმასაც რომ ამოიღებდა აი თეორიულად გასაგებია ფორმალურად აბა ვინ გიშვებდა ისე მაგრამ ხო იყო რომ ეს იყო საბჭოთა კავშირი იყო ნებაყოფლობითი გაერთიანება მოკავშირე რესპუბლიკების და ისიც აღარ ხდება ხო და ამაზე არის საუბარი სწორედ რომ ამის წინააღმდეგ იყო და ისე კარგად მახსოვს ეს გორბაჩოვის მიტინგის მიმართვა რომ წაიკითხეს იქა ხმამაღლა გამოთქვა წაიკითხეს და ნუ ახლა და ტაში ეს რბილნა თქვამია და გია ჭანტურიას ის ფრაზაც მახსოვს რომ კრემლმა უკან დაიხია მეგობრებო და ეს კრემლმა უკან დაიხია ჯუმერ პატიაშვილის როლი ამ შემთხვევაში რა არის რას აკეთებს ის ჯუმერ პატიაშვილი გასაგებია რომ თქვა კომიტეტის პირველი მდივანი მაშინ საქართველოს რასაც დაავალებენ ალბათ იმას გააკეთებს ბუნებრივია მაგრამ პატიაშვილი სხვათა შორის ცდილობდა გაენეიტრალებინა ერთგვარად სიტუაცია ის უნივერსიტეტშიც იყო მოსული მე ის შეხვედრაზეც ვიყავი უნივერსიტეტში რიცხვი ზუსტად არ მახსოვს მაგრამ აი ეს პერიოდია ზუსტად რომ იტყვიან ესე იგი გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში ჩვენმა სტუდენტებთან შეხვედრა იყო და ისე კარგად მახსოვს ტურაშვილის და სხვების გამოსვლები რომლებმაც ნუ ჯუმერ პატიაშვილი ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს მაშინ და ის იყო ურთულეს ვითარებაში იყო ერთი მხრივ ეროვნული მოძრაობის ეს ძალიან გააქტიურება და ამისთვის ერთგვარად ალღოს აღება საკმაოდ რთულია მეორეს მხრივ იქიდან ზეწოლა რთული იქნებოდა წარმოიდგინეთ საბოლოო ჯამში ეს ამ ყველაფრის რაღაცა დაბალანსება იმიტომ რომ პიროვნულად ცუდი ადამიანი არ არის მაგრამ მეორე მხრივ აი ეს ძალიან პრინციპულობის გამოჩენაც ყველაფერი ეს ერთმანეთთან დაკავშირებული იყო რამაც საბოლოო ჯამში მე მიგვიყვანა იმ 9 აპრილის ამბებამდე და მის გარკვეულ ნეგატიურ როლზე იმ ამბებში იმიტომ რომ ძალიან დიდი პრინციპულობა უნდა გამოგეჩინა და თავის თავს უნდა გადამხტარიყავი გმირობა ფაქტობრივად ხო ალბათ ხო რაც მაშინ ხდებოდა და ახლა ვიღაცებს ოდესღაც ისტორიაში ასეთი რამ გაუკეთებიათ ხელისუფლება ვიღაცებს არ გაუკეთებიათ თუმცა ნუ სულ ამბობ ნუ განვიკითხავთ ნუ რა ვიცი და იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით როგორ მოიქცეოდით ამai თუ შექმნილ სიტუაციაში ასე იყო თუ ისე იყო ეს ამბები მაშინ და დასრულდა კი არა ერთგვარად მე სულ გქონდა ხოლმე განცდა რომ რაღაცა მოხდება ოღონდ აი ისა სიწყნარე ხარიშხლის ამოვარდნის წინ აი სულ ასეთი შეგრძნება მქონდა რომ ის მაშინ გაჩერდა მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ხარიშხალი და ჩადგა და მე იყო აი ესეთი ამბები უკვე 99 წელზე მოვიდა 99 წელი და რაღაცა კიდევ ერთგვარი კატალიზატორი რაც ყოველია უფრო და უფრო ეს გამძაფრდებოდა ამაზე ორი აზრი არ არსებობდა ეროვნული მოძრაობის მომენტები და ერთგვარი კატალიზატორის როლი უნდა რაღაცა შეესრულებინა ეს თითქოს იგრძნობდა აი აქ აფხაზეთის საკითხი წამოიწია მაშინ წინ მარტში ერთგვარად რო დავაანონსოთ ესა იყო რამდენიმე ძალიან სერიოზული აქცია მაშინ ამასაც ვიტყვით თებერვალში 8 თებერვალს ეს უნივერსიტეტის ჩვენი დაარსების დღესთან დაკავშირებით იყო სერიოზული აქცია უნივერსიტეტში იყო 25 თებერვალი ოკუპაციასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული აქცია და უნივერსიტეტში ჯარმაც კი შემოგვარტყა ხალხა უნივერსიტეტის ეზოში და საკმაოდ სერიოზული სახიფათის წინაშე იყო და მე ვეცრებოდი რაღაც გარკვეულ იმას როგორც სტუდენტი მოლაპარაკებებს კულუარებში რომელიც მაშინ იმართებოდა საკმაოდ სახიფათო სიტუაცია იყო და მაშინაც განეიტრალდა ერთგვარად ეს ჯარი წავიდა ისევე ხო უნივერსიტეტს ჰქონდა გარშემო ჯარისგან კალი დარტყმარი და აი მე 18 მარტს აი ამით დავასრულოთ 18 მარტს აფხაზეთმა ჩვენ ხო საუბრობდით ამ აფხაზეთს სხვადასხვა დროს და ბოლოს დავტოვეთ რომ ისეთი რაღაცეები ჩაიდონ აღბები რომელიც აფეთქდებოდა და აი ეს იწყება ამ დროს ეს აფეთქება 18 მარტს სოფელ ლიხნში იქ აფხაზეთის ნუ აფხაზეთ დაახლოებით 30000 აფხაზი შეიკრიბა და იქ გამოთქვეს უკვე გამოაცხადეს მიიღეს მიმართვა რომ აფხაზეთის საქართველოსთან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების შესახებ. პირდაპირ იყო ეს ნათქვამი და აი ამას მე რა მოყვა როგორ განვითარდა პროცესები? მოგესალმებით. სუნაღზე რა ვარ.
სულ მაინტერესებს გივი გუმბერიძე სად არის ბატონო გოჩა? გივი გუმბერიძე ხო მე რო იყო გუმბერიძე? ხო, ჯუმბერ პატიაშვილის შემდგომში. რუსეთშია რამდენადაც ვიცი. კარგით. რაღაც აღარ გამოჩენილა. ბატონ გოჩა მიემგზავრება ქვეყნიდან, შემდეგ სამშაბათს ვერ ვისაუბრებთ, ხო? ანუ მოგვიწევს დავისვენოთ ერთი კვირა. დავისვენოთ რა, ანუ ჩვენ კი ვიმუშავებთ, მაგრამ ბატონ გოჩა დაისვენებს. მოკლედ ორი კვირის შემდეგ შევხვდებით. დიდი მადლობა. დღევანდელი გადაცემა კი დასრულდა. გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე მუშაობდით სტუდიაში. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად.